ოპოზიციამ მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხს საყენოს უმცირესობისა და უმრავლესობის მწვავე დებატები დილიდან დაიწყო. კამათი დღესაც ძირითადად ინფლაციაზე, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, დევნილებზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებსა და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე გაიმართა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ მთელი კვირის განმავლობაში სამთავრობო გუნდისგან კონკრეტული გეგმა ვერ მოისმინეს. უმრავლესობის განცხადებით, მთავრობის მუშაობა შედეგებით უნდა შეფასდეს და არა ოპოზიციის მიერ პოპულარობისთვის მოკლევადიანი საკითხების წამოწევით. უმრავლესობა უმთავრეს შედეგად ქვეყნის ბიუჯეტისა და საგადასახადო შემოსავლების ზრდას ასახელებს. ფასები კატასტროფულად იზრდება, ინფლაციამ გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს. ამ ექსპერიმენტს თავისი ავტორები ჰყავს და მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. პასუხისმგებელია მთელი მთავრობა პრემიერის მეთაურობით, ამიტომაც ქრისტიან-დემოკრატები ვაყენებთ საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის და გადაყენების საკითხს.